ცხადი არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის ზუსტად როდის, მაგრამ უკვე ყველამ ვიცით, ან უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა დაამარცხებს გავეშებულ იმპერია რუსეთს, განდევნის, უკან მოუბრუნებლად განდევნის ოკუპანტებს და სრულიად აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. თამამი განცხადებაა, ბევრი თქვენგანი მეტყვის, ვაღიარებ, თამამი განცხადებაა, მაგრამ ამ თამამი განცხადებით ვიწყებ ჩემს დღევანდელ გადაცემას. მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, ეს არის კონტექსტი, ჩემი აგიგითხარით საავტორო დღევანდელი გადაცემა. Raga dagimaldot da ზუსტად 4 წლის წინ თქვათ ივნისის რარიცხვია დღეს და 14-ში მეც ვიყავი მათ შორის ვინც ამბობდა რომ უკრაინა რუსეთთან ომში უბრალოდ ვერ დამარცხდება მიზესთა გამო და ჩემი იმ ჟამინდელი განცხადებები რწმენას ხომ თავისთავად და გულახდილად გეტყვით ცოდნასაც აი ინფორმაციასაც ამბებსაც ცოდნასაც ეფუძნებოდა მაგალითად იმ ხანად ანუ 4 წლის წინ 14 ივნისს აი დღევანდელ დღეს უკვე ზუსტად 14 აპრილის ამბავია 2 თვის აფეთქებულ ჩაძირული იყო კრეისერი მოსკვა საოცარი კადრებია ეს იყო ფლაგმანი შავი ზღვის ფლოტისა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისა უკრაინას უკვე აღდგენილი ჰქონდა კონტროლი ბუჩაზე სადაც რუსეთმა მანამდე რეალურად მოვაწყო სასაკლაო დასრულებული იყო აზოვსტალის დაცვის ეპოპეა ეს კადრების იქნება ახლა ჩვენ აი აზოვსტალის ბიჭები და ძალიან ცნობილი კადრი აზოვსტალის დაცვის ეპოპეა ანუ ეპოპეა ხანგრძლივი ალყისა და თავდაცვისა როცა უკრაინელი სამხედროები კვირების განმავლობაში გამაგრებულიყვნენ ქარხნის მიწისქვეშა გახსოვთ ხო ნაგებობებში და იცავდნენ ამ ქალაქის და ზოგადად უკრაინის ფორპოსტს იმ ხანად 22 წლის ივნისისათვის ანუ 4 წლის წინ ზუსტად უკვე წარმოთქმული იყო აი ეს ფრაზა რომელიც მე მთელ მსოფლიოში გადავრცელდა მათ შორის საქართველოშიც რუსკი ვაენნი კორაბლი იდი на მე აღარ დავასრულებ თქვენის ნებართვით იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ხელში შეიძლება ამის გამოც კი დაგვაჯარიმონ და კი იცით რასაც გულისხმობ თელმა მსოფლიომ აიტაცა მათ შორის საქართველოშიც აიტაცეს და დღე არ გავა მეთქი ასე ვიტყვი კვირა არ გავა თულებად ასე ვთქვათ ვინმე ერთმა საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ წარმოთქვას ეს სიტყვა და იმ ხანად 2022 წლის ივნისისათვის უკვე მოგერიებული იყო მტერი ხარკოვის მისადგომებიდან მანამდე იცით თქვენ რომ რუსეთმა ხარკოვის დაბომბა ლამის აიღო ლამის კი არა აიღო ნაწილი კატასტროფები ხდებოდა მოკლედ მაგრამ უკრაინას უკვე 2-3 თვის თავზეობის დაწყებიდან ბევრი რამ უკვე გაუმჯობესებული გამოსწორებული ჰქონდა შესაბამისად უკრაინა რუსეთთან ომში უბრალოდ ვერ დამარცხდება მიზესთა გამო გეტყვით ასე რელევანტური იყო ეს განცხადება რელევანტური არის და იქნება კიდეც თუმცა რაღა დაგიმალოთ და უკვე შემდგომ თქვა 2023-ში ამის გამეორება უკლებლივ ყველას და მათ შორის მეც ცოტა აი იოტისოდენად მაგრამ გამიჩნდა აღმართი ახლა ძალამო მეც გამელვებია ეს სიტყვა თავში და მეც მიფიქრია რომ რა გინდა რა მიზეზის გამო უკრაინა შეიძლება მოტეხილიყო ამ მიზეზებს შორის დაღლაც იყო რასაკვირველია და ახლაც შესაძლოა დაღლილია უკრაინული საზოგადოების ნაწილი მაინც დაშვებული შეცდომებიც იყო უკრაინელებმა შეცდომები განა არ დაუშვეს ფიქრი იყო რომ სანქციებმა ვერ იმუშავა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ხოლო ასე მაგალითად 2025 წელს თებერვლის თვეში როცა ოვალურ კაბინეტში ის შეხვედრა შედგა აი ეს შეხვედრა რომელსაც ახლა გაჩვენებთ ჩვენ დავაჩვენოთ მე მგონი ანუ ჩავთოთ ვიდეო პირი მე მგონი უკეთესი იქნება If you will speak very loudly about the war you He's not speaking loudly. He's not speaking loudly. Your country is in big trouble. Can I answer? No, you've done a lot of talking. Your country is in big trouble. I know. You're not winning. You're not winning this. You have a damn good chance of coming out okay because of მეც თქვენი არ იყოს ეს შეხვედრა როცა შედგა მეც თქვენი არ იყოს მეგონა მე ვფიქრობდი რომ ყველაფერი დასრულდა თუმცა ისტორია თუ გულახდილები ვიქნებით გვასწავლის რომ არასოდეს უნდა დასვა წერტილი მით უფრო მაშინ როცა მართალი ხარ ზელენსკი მართალი იყო არის და იქნება
იმ ოვალურ კაბინეტში გამართულ დრამატულ შეხვედრას მოჰყვა შეხვედრა ვატიკანში 26 აპრილს. საინტერესო ამბავია, 20 აპრილს იყო აღდგომა დღე, 21 აპრილს გარდაიცვალა პაპი. ამ კადრებსაც ადევნებთ ჩვენ ხვალხულს არამედ პაპის გარდაცვალების, რამდენიც ვატიკანის შეხვედრის მაკრონი გამოეცლება, უსაინტერესოესი ამბავია და ტრამპი და ზელენსკი განმარტოვდებიან პეტრეს ტაძარში და გეოპოლიტიკური პაზლიც სწორედ ამ დღეს დაალაგდა. არა, ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობა ამის შემდეგ აირევა, ბევრჯერ აირია და თან არაერთხელ აირია და თან მძიმედ განვითარდა, მაგრამ მას შორის მაგალითად ალასკაზე პუტინი ტრამპის დიალოგის კვალდაკვალ, მაგრამ ძირითადი გაუგებრობა, ყველაზე მთავარი გაუგებრობა იმ დღეს რომ იყო აი თებერვალში გადაილახა სწორედ პეტრეს ტაძარში. ეს კი უთხუარი, ნამდვილი, შემდგარი ამბავი ფაქტია. მეორე მხრივ როცა ვამბობ რომ 23 ან 24 წლებში 23 ან 24 წლებში ან 25-ში თვითრწმენის განმტკიცების დიდი საფუძვლები არ გქონდა ხშირად მეთქი, ცოტა გიბოდიშებთ და ვაჭარბებ, ვახურებ, თუ გლებავთ ესე ჟარგონით გავალახა ფონს. რუსეთი სწორედ ამ წლებში ჩაჭაობდა ბევრგან და SVO-ს ფარგლებში დასახულ ამოცანებს რომ ვერ აღწევდა, ნამდვილად რომ ვერ აღწევდა, ესეც ამ პერიოდში გაირკვა, გამოიკვეთა. ამავე დროს ამ პერიოდში და შემდგომაც დასუსტდა რუსეთი გლობალურად 24 წლის მიწურულს სირია დაკარგა, ორივე დაღორემილია ახლა ასადი და პუტინი ჩვენ სურგს უკან ფოტოზე. ანუ ასადი დაკარგა, ხო? ასევე ფინეთი და შვედეთი 2023-24 წლებში გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრები, ვინ იფიქრებდა მანამდე. ხოლო უკრაინამ კი არნახული რაღაცეები, არნახული წარმატებები წარმატებების მიაღწია, არნახული რაღაცები ჩაიდინა ომში და თან ბევრი მიმართულები. მაგალითად 2024 წელს რუსეთის რეგიონის კურსკის ნაწილი იყო უნიკალური შემთხვევაა ომების ისტორიაში თავად ოკუპირებულმა ქვეყანამ სხვისი ქვეყნის ტერიტორიის ჯანსაღი კონდიციით ოკუპაცია რომ მოახდინა. კირიმის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სისტემური დარტყმები ხორციელდებოდა და ხორციელდება. და ბოლო 2025 წლის 1 ივნისს ეს არის სწორედ კადრები 1 ივნისს 25 წლის, ანუ 1 წლისა და 13 დღის წინ ჩატარდა ოპერაცია ობობის ქსელი. აბლაბუდა, ანუ აუცინა რუსები ასე უწოდებენ და დაწერა უკრაინამ სუხე თავი, ძლავრი თავი მსოფლიო ომების ისტორიის იმ წიგნში, რომელიც პირობითად 2125 წელს შეიქმნება, გამოიცემა. ამას გარდა სწორედ ამ და სხვა ამბებმა მომხდარმა ამბებმა 22-25 წლებში განამტკიცა მსოფლიო ფიქრი, სამსოფლიო ფიქრი, რომ რუსეთი აი ვტარაია არმია მირა, რაღაცა მძლავრი სახელმწიფო და ასე შემდეგ. თურმე რუსეთი არის პირდაპირ მნიშვნელობით ან გადატანითი მნიშვნელობით ქაღალდის ვეფხვი. არეშნიკი აქვს ბიჭო, რა ქაღალდის ვეფხვი ბუთკავს და დაამთავრებს. სარმატი აქვს სატანა, სატანაც ქვია ხანდახან კი რაღაც მის ანალოგს თუ არ ვწდები. სარმატი აქვს ბიძბაო ისვრის და ქვაზე არ დატოვებს. ატომური ბომბი აქვს ბიჭო და მერე იომეთ სლავა უკრაინის შიკებმა. ქართულ სივრცეში ამგვარი ანალიზი მხოლოდ უბნის ბირჟებზე აქ-იქ ან ქართული ოცნების მომხრეების ჩატებში რომ ისმოდეს ისწინებდა კაცი, თუმცა რეალურად სხვა ლექსიკითა და უფრო აკადემიური წინადადებით ხელისუფლებაც და სახელისუფლო მედიაც სწორედ ამას გადაგებს, ამას აწვევიან ჩვენსა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არეშნიკი რამდენიმეჯერ რუსეთმა უკვე ისროლა, ადამიანებიც დახოცა, მაგრამ ამითაც კი ვერ გატეხა უკრაინელები, ამითაც კი არ მოუხდენია კარდინალური ცვლილები ომის ხასსა თუ სცენაზე თუ ფრონტზე 2000 კილომეტრია ლამის. გარდა ამისა, ანუ არეშნიკის სროლის პარალელურად სხვა რამე რუმეების ხდება ისტორიულ იმ ომში, რომლის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება სამარადჯამო ზიზღი უკრაინისა რუსეთის მიმართ. კერძოდ იწვის და ნადგურდება რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რაც ხდება, იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, ასობით ობიექტი,
იწვის ამასთან არა მხოლოდ იქვე სიახლოვეში, არამედ რუსები რომ ამბობენ ხოლმე далеко, уралს მიღება, уралს გადაღება, აღარაფერს ვამბობ. ყირიმთან სიახლოვეში, ამაზე თუ დრო დამჭა გავამახვილებ ყურადღებას. ეთქნება ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები, ცაში ნავარდობენ უკრაინული დრონები, ტექნოლოგიური უპირატესობის გამო უკრაინამ რუსეთი ქვის, ანუ პუტინის ხანაში ჩატოვა და ამ უკანასკნელს დღის წესრიგი თავად განუსაზღვრა. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ზელენსკის მტერი, არა უკაცრავად, ასე არ უნდა ითქვას. მე არ მინდა იმის თქმა, რომ არა მხოლოდ ზელენსკის მტერი პუტინი აცახსახებულია მაინც და მაინც, მაგრამ იმას კი გეტყვით, რაც ფაქტია, პუტინი აღლუმებს, იცით თქვენს ვეღარ ატარებს. პუტინი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე, იმიტომ რომ დამამცირაო, ასაკზე გაამახვილა ყურადღებაო და დამამცირაო. და იმიტომ რომ ზელენსკი მას დასცინა. და ბოლო ამბავი, ბრიტანული გაზეთი სანი, ტაბლოიდი კია, მაგრამ ხანდახან უნდა ვენდოთ. ყვითელი გაზეთი კია, ყვითელი მედიის ლიდერია, მაგრამ ხანდახან უნდა ვენდოთ. სანის ცნობით, პუტინი მეუღლესთან და შვილებთან ერთად უფრო ხშირად არის ბოლო პერიოდია ვალდაიში, ვირთხას იქ ბუნკერი აქვს, ანუ პუტინს ხო ბუნკერის ვირთხას უწოდებენ და მხოლოდ ამიტომ გავიმეორე, ბუნკერები აქვს, დაცულები და დრონები და ასე შემდეგ. და ახლა უნდა ვიკითხოთ, რის ეშინია პუტინს. მე გეტყვით, განამხოლოდ დრონების მოფრენისა შეფრენს ამ პერიოდში 160 თუ არ ვცდები კილომეტრი კი არა, მილია მოსკოვიდან ვიდრე ვალდაიმდე. არა მხოლოდ დრონების მოფრენისა, არამედ სახელმწიფო და არ გამოსარიცხი შიდა გადატრიალებისა, მით უფრო რომ პოლიტელიტის ნაწილი, აგრეთვე ოლიგარქების ნაწილი ფრიად გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. ახლა 4 წელიწად ნახევარია რუსეთი ომობს და წინ ვერ მიიწევს. აქედან გამომდინარე, პუტინი უშვებს იმაზრს, რომ ვინც ის და იქნება გადააყირაონ კიდეც გადატრიალებისას ეშინია მეთქი. აქ იკითხავთ, ანუ ბრგედის თავს ვეღარ გრძნობს მიუხედავად პაკიბუკისა. ერთი ვიდეო ვნახოთ, გავბედავ და ვიტყვით, ჩემთვის პირადად ცოტა ხიბილის მომგვრელიც, მაგრამ усатуოდ საინტერესო. Только один можем дать совет нашим недругам. Не воюйте с Россией. Никогда не пытайтесь этого делать. Давайте жить дружно. ეს პათოსი, ამგვარი პათოსი პუტინს ჰქონდა 4 წელიწად ნახევრის წინაც. რამე შეიცვალა? არა, შეიცვალა როგორ არა, რუსეთი ბოლო წელია განსაკუთრებით, ბოლო პერიოდია განსაკუთრებით მარცხდება. ამ ვიდეოს თქვენის ნებართვით მივაბად ვიდეო, რომელიც აი ბოლო სიტყვების გათვალისწინებით მე გამახსენდა. საზიზღარ პუტინზე უკეთესი პერსონაჟი გამახსენდა, როცა შლეგმა დიქტატორმა, ანუ პუტინმა თქვა ეს სიტყვები, ვიცხოვროთ მშვიდობიანად. Давайте жить дружно. მე ეს ვიდეო გამახსენდა ამასობაში. Я-то. Давайте жить дружно. дружно, ანუ მეგობრულადო, ამბობს კაცი, პუტინი კატა ლეოპოლდ სარგულის ხოცხადია, რომლის ბრძანებითაც, ეს უკვე სერიოზული თემაა, რომლის ბრძანებითაც ბავშვები გაიტაცეს და გადაასახლეს და ჩაასახლეს რაღაც რუსულ ოჯახებში, სწორედ уралს იქით უმრავლეს შემთხვევაში პუტინმა პერსონალურად გასცა ეს ბრძანება. ვიდეო კადრები არსებობს, მე არ ვიგონებ. პუტინმა არაპირადად, მაგრამ მაინც თავად, რაც საკვირველია, დახოცა ასობით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე ქალები ბავშვები მოხუცები. მეგობრულადო, ვიცხოვროთო. ასე ცხოვრება კი მასთან გამოსდის მხოლოდ ასე მაგალითად ლუკაშენკოს, რომელიც რაც საკვირველია არის თავიდან ბოლომდე, ან დიდწილად დამოკიდებული სწორედაც რომ პუტინზე. კიდევ რამდენიმე ლიდერს და ვაგლახ და სამწუხარო დივალიშვილსაც გამოსდის მშვიდობიანად მასთან ცხოვრება ჩვენს ხვითოს ზემო იმერეთის სოფელ ჭორვილიდან, რომელიც არად დაგიდევთ იმას, რომ პირადად პუტინისა და ზოგადად რუსეთის გახანგრძლივებული მტერია ამ ქვეყნის არა. მე ვიტყოდი, რომ მარადიული მტერია. ივანიშვილის ვითომ ტაქტიკური სვლები, აი ხლართები, რუსეთის არ გაღიზიანებისა
ხო? ამ სვლებმა, ეგრეთ წოდებულმა ნარატივმა ამასობაში ფრიად დაგვასუსტა, როგორც სახელმწიფო, დაასუსტა საქართველოს სახელმწიფოებრივი ორგანიზმის სხეული, მორღვეულია ჩვენი პრაქტიკულად ყველა აი რეზისტენტობის, წინააღმდეგობის საყრდენი ინსტიტუციები. მომსპარია ისედაც მძიმედ არსებული დემოკრატია, გათელილია ქვეყანა, საზოგადოება, ადამიანი, ინდივიდი. აღარ არსებულია როგორც ასეთი ღირსება. აქ აი ხა არის შექსპირის ბევრი სონეტი და განსაკუთრებით 66-ე უნდა გაიხსენო უსამართლოდ როგორ დაადგეს გვირგვინი ამა თუ იმ პირს თანამდებობის პირებს გულისხმობს ხადია. დაკარგული გვყავს პარტნიორები, რომლებიც ჩვენს გვერდში უნდა იდგნენ და განანკიდეს შეძლებს დაგვადა ამ ვითარების მიუხედავად, რომლებიც ჩვენთან ერთად ან ჩვენ უნდა გვეხმარებოდნენ უსაფრთხო სივრცეში, შეღწევაში. საქართველოს განათლების მინისტრი ხელს ართმევს, არ მინდა შემეშალოს, ყირგიზეთის განათლების სამინისტროს თანამშრომლებს, ალბათ მინისტრსაც, მინისტრი არ მინისტრის მოადგილე, პრინციპი განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ჩვენი, ართმევს ხელს და ამბობს იმას, რომ ყირგიზეთში არის ყირგიზეთში. ანუ არა საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, დანიაში, ევროკავშირის ან ევროპული სივრცეს ყველა ქვეყანა ჩამოვთვალოთ თუ გნებავთ. ყირგიზეთშია საუკეთესოდ ერთ-ერთი კარგი განათლების სისტემა საქართველოს გადაგრუზიებულია ერთგვარად. თუმცა ეს სხვა თემაა და არაერთხელ ვისაუბრებთ, აბარას ვიზარდ. მე ახლა უკრაინისა და რუსეთის ამბავს უნდა მივუბრუნდები და სოფლიო მე-13 ჩემპიონის კასპაროვის, გარი კასპაროვი, პროგნოზს გაგაცნობთ. ეს კაცი ამბობს, რომ პუტინს რეალურად ორი გზა აქვს. ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენების გზა უკრაინაში და მეორე ბალტიის ქვეყნებზე და არა მხოლოდ იერიშის მიტანის გზა. თავად კასპაროვი მიიჩნევს, რომ მეორე სცენარი უფრო რეალურია, უფრო რეალისტურია. მობილიზაციაზე სხვადასხვა ნაკლებად საუბრობს. თუმცა მე რა უფლება მაქვსო ესე რომ ამბობენ, მაგრამ ჭადრაკში ვერ გავეჯიბრები და აქ კი მაინც თავისუფლებას მივცემ, რომ თქვა შემდეგი კონვენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყება ომის რესურსი, ჩემი მოსაზრებით და არა მხოლოდ ჩემი, რუსეთს მაინც არ აქვს ევროპის მიმართულებით. მარტივად რომ ვთქვათ, ჯარი კალინინგრადისკენ სუვალკის დერეფნის მიმართულებით ორი ქვეყანა უნდა შეაწუხოს, პოლონეთი და ლიეტუვა. ჩემი აზრით ვერ დაიზრება და თუ მაინც ვცდები და ჩვენ ყველანი შევცდარ ვარ და ყველა ვცდებით ამ турბულენციაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნატოს წევრ ლიეტვაზე თავდასხმა და პოლონეთზე რეალურად გამოიწვევს მეორე ფრონტის, აი ნამდვილი მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პარადოქსულის და არავინ ლაპარაკობს ამაზე. ალიანსის ლიეტვას ცხადია სხვებთან ერთად, მაგრამ გაგიკვირდება და პარადოქსიც ეს არის. გაიცავს რეგიონის მასშტაბით უმძლავრესი, ყოველშემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ასე ვიტყვი მოგზალებულად, უმძლავრესი უკრაინაც კი. ამასობაში თქვათ არის თუ არა ამერიკა უკრაინის გვერდით. 700 კრიტიკული შენიშვნა შეიძლება ტრამპის ვაშინგტონის მისამართით რასაკვირველი. თუმცა მე მხოლოდ ერთ უთხوار ფაქტზე როგორც ასეთზე მიგაქცევინებთ ყურადღებას ყოველგვარი ქებისა და დიდების გარეშე. უკრაინამ თუ რამეს მიაღწია წინსვლის თვალსაზრისით, ეს სწორედაც რომ ტრამპის პერიოდში მოხდა მიუხედავად იმ თებერვლის ამბისა თუ სხვა ამბებისა, მიუხედავად აღმართისა, რომელიც გაიარა ერთმანეთთან ურთიერთობაში ორივე ლიდერმა. ტრამპის პერიოდში მოხდა საკრიტიკო და ამბივალენტურია, რასაკვირველია 56-ე პრეზიდენტის ტაქტიკური ხმეულები, რასაკვირველია ტაქტიკური ხმეულების ამოხსნა ხსენებულ კასპაროვსაც კი გაუჭირდება, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინას მართალია უკაცრავად და ჩერეს ნატო, ხო, ნატოს გავლით, ხო, იარაღი საკმაოდ აქვს. და რასაც მდივანი რუბიო აყალიბებს, არა ტრამპი, არამედ სწორედაც რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო, ეს ჩანს სახელმწიფო პოლიტიკა თუ მიდგომა, ამერიკა არბიტრია ამბობს მდივანი რუბიო, ოღონდ არა მიუკერძოებელი, ამერიკა უკრაინისკენა. მესმის კრიტიკული შეძახილები, რომ ეს თუ ასეა, მაშინ მეოთხედ, მეხუთედ, მაგრამ ეს ხაზი უფრო მართებული მგონია მოცემულებს. ამასთან არანაკლებ საკრიტიკო ევროპის როლწმილის დავიწყებაც, პოზიტიური როლწმილის დავიწყებაც, ჩემი მოსაზრებით არ ეგების, არ გვეგების, არ შეიძლება ამერიკა ობამიადიდან
თავისუფლდება, ხოლო ევროპა თავისუფლდება მერკელიადიდან და ეს რასაკვირველია, მისასალმებელი ამბავია. დავუბრუნდეთ პირველი პირის ნიშანი გამოგრჩება ხოლმე ხანდახან მეტყველებისას და ვუბრუნდეთ კონკრეტულად უკრაინას. ზელენსკი ამბობს, რომ მიმდინარე ზაფხული ყველაზე მძიმე იქნება რუსეთისათვის და გაგიკვირდებათ და მხოლოდ უშუალოდ რუსეთში განსახორციელებელ შეტევებს არ გულისხმობს, ანუ პეტერბურგს, მოსკოვსაც შეუდევს. აბა რას გიზავს? ანუ აფეთქებებს ვინიცის და კიდევ ერთხელ ვიტყვი მოსკოვსა ან ანტიდრონ სისტემები დაცულ უკვე ხსენებულ ვალდაისშიც კი, ვალდაისაც კი შეიძლება შეუტიოს ისე კარგი გაგებით გათავხედდა უკრაინა. სადაც პუტინი იმალება იმ ვალდაის მარტივად ვთქვათ, ზელენსკის მთავარი სამიზნე მაინც არის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები და მათ შორის პირველ ყოვლისა ყირიმი კადრები, ჩემს ზურგს უკან, კონკრეტული აფეთქებების. მაგრამ იქ უარესი კადრებიც, უფრო საინტერესო კადრებიც არის, ჩვენ აღარ მოგვიზიებია ხიდებს როგორ აფეთქებენ უკრაინელები. ყირიმამდე მისასვლელ ხიდებს. მოცემულ ეტაპზე ყირიმის ნახევარკუნძულის მიმდებარედ ყველაფერი ნადგურდება, იქ გარშემო ყველაფერი ნადგურდება. ფეთქდება, იგითხარით, ხიდები, ფეთქდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და უკრაინა გაგიკვირდებათ და ყირიმის დასაბრუნებლად ემზადება ამავე ზაფხულს. გენადი გუდკოვი, რუსი ოპოზიციონერი, ამბობს, საკმარისია ყირიმმა გამოფინოს თეთრი დროშა და ნებების დროშა. და პუტინი მოსკოვშიც კი დამთავრებულია ოლიგარქების, სამხედრო ელიტის, პოლიტიკური ელიტის თუ სხვათა მიერ. აქვე გენერალ კიტ გელოგის თქმით, კარგია რომ უკრაინას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეჩერებული. ამას ამბობს ეს მე თუ მკითხავ ძალიან მასშტაბური კაცი. კარგიაო რომ შეჩერებულია მოლაპარაკებები, ამერიკის შეერთებული შტატები ფოკუსირებულია ირანის წინააღმდეგ ომზე და ეს უკრაინას მარტო ტოვებს საკუთარი საქმის შესასრულებლადო. კიტკელოგი ამბობს ამას, მე არ მომაწეროთ, მაინც და მაინც. უკრაინა კი რუსეთთან საქმეს ნამდვილად შესანიშნავად ართმევს თავსო, ესეც ამ ცნობილი გენერლის სიტყვებია. კარგი, დავუბრუნდეთ თავარ კითხვას, მას როდის დასრულდება ომი? პასუხის გაცემა პრაქტიკულად შეუძლებელია. გონიერები კი არა, გონიერებზე გონიერებიც კი ზუსტ თარიღს, ან მეტნაკლებად ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ. პირადად მე მივიჩნევდი, რომ რაღაცა უკრაინა არ დამარცხდა, ანუ რუსეთის დროშა რომ არაფრიალდა კიევის თავზე, ეს უკვე იყო გამარჯვება, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიცოდით და ვიცით, რომ მთელი უკრაინის დაპყრობა უნდოდა რუსეთს რეჟიმ ჩეინჯი კიევში და იანუკოვიჩი ორის მოყვანა, მაგრამ აქ მიაქციეთ ალბათ ყურადღება, მიაქცევდით ალბათ ყურადღებას, რომ მე ასე ვფიქრობდი და ვამბობდი, ანუ წარსულში კიდეც. და ახლა რა ხდება? მოლაპარაკებები არ იქნება. შენც მოიგე და მეც ესეც არ იქნება. დათმობები სტრატეგიული მით უფრო არ იქნება და რა იქნება და მე მაინც მგონია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ახლა საოცარ უპირატესობას ფლობს, იქნება რუსეთის დამარცხება. რასაკვირველია, უფრო გვიან ვიდრე გვინდა, იმიტომ რომ გვინდა ხვალვე, მაგრამ იქნება რუსეთის დამარცხება. არ მიიჩნიოთ, რომ ეს საკმარისია ჩვენი გადარჩენისათვის. რასაკვირველია, ძალიან კარგია, მაგრამ არ მიიჩნიოთ, რომ ეს საკმარისია ჩვენი გადარჩენისათვის, თუმცა თუ ასე მოხდა იქ უკრაინაში, ბევრი რამ აქაც რომ შეიცვლება, ესეც